სანაპიროზე დასვენებისას დღის საუკეთესო დასასრული საზღვაო ტრანსპორტით გასეირნებაა. ერთ მხარეს ზღვაში ჩამავალი ცეცხლოვანი ბურთისა და მის მიერ წყალზე დატოვებული მოლივლივე ბილიკის სქერით შეგიძლიათ დატკბეთ. მეორე მხარეს ქალაქის ხედებით, რომელსაც მზის სხივები სულ სხვანაირ ელფერს ანიჭებს. დამღლელი და დატვირთული დღის შემდეგ ასეთ გარემოში ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნოა. აჭარაში კი დღის აქტიურად გატარების ბევრი გზა არსებობს. ჩვენი დილაც ასე დაიწყო. უნდა ავიდეთ ჩანჩქერის თავზე. ჩვენს უკან ყველაზე დიდი ჩანჩქერი არის. ჩვენი პირველი გაჩერება არის კაპნის თავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრში მდებარეობს. დაახლოებით 40 წუთი დაგჭირდებათ აქ ამოსასვლა. გზა არის ჩვეულებრივი და მსუბუქი ავტომობილითაც შეგიძლიათ აქ ამოსვლა და ეს ადგილი საუკეთესოა მათთვის, ვისაც ექსტრემალური ტურიზმი და თავგადასავლები უყვარს, იმიტომ რომ აქ შეგიძლიათ ჩანჩქერზე დაეშვათ. სოფელი კაპნისთავი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და კასკადოვანი ჩანჩქერებითაა ცნობილი. კაპნისთავის კანიონი ვიწრო ხეობითა და მაღალი კედლებით გამოირჩევა, რაც ამ ადგილს კანიონინგისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. აქ ჩანჩქერებზე დაშვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვინცაც გამოცდილება არ აქვს, მათ თუ შეუძლიათ დაშვება თუ რაღაც გამოცდილება უნდა გქონდეს. დიახ, კარგი იქნება თუ გამოცდილება ექნება, ასეთ შემთხვევაში მთლიანად კანიონს სრულად გავატარებ, თუმცა ეს კანიონინგი მათვისაც არის, ვისაც საერთოდ არ ქონია გამოცდილება და ესე მოკლე მონაკვეთს ვატარებ, სრულ კანიონს არ გავატარებ და ორ ჩანჩქერზე მოვახდენ დაშვებას. კანიონზე მთლიანობაში 8 ჩანჩქერია, მათგან ყველაზე მაღალი 35 მეტრის სიმაღლისაა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გამოცდილი გიდები გამოყვებიან. კანიონინგში უკვე 4 წელია ვარ ჩართულები და გავიარეთ კანიონინგის გიდის კურსი სპეციალური, ხოლო ახლახან გავიარეთ კიდე არაჩვეულებრივი კურსი 7 კვირიანი, რომელიც საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ და ეროვნულმა ფედერაციამ კანიონინგის განახორციელა ერთობლივად. დაშვებამდე აუცილებელია სპეციალური სამოსის და ჩაფხუტის მორგება, ვიდრე ჩანჩქერამდე მიხვალთ კლდეზე დაკიდებული რკინის კიბეები უნდა გაიაროთ. კანიონის სიგრძე 600 მეტრია და ყველა ჩანჩქერიდან დაშვების შემთხვევაში დაახლოებით 3-4 საათი დაგჭირდებათ. კანიონიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წამოვედით. ამ ტერიტორიაზე პირველი მცირე ზომის ბაღი 132 წლის წინ გაშენდა, თუმცა თავად ბათუმის ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად 112 წლის წინ გაიხსნა. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მინი ტური რომ ჩაგიტაროთ, წარმოიდგინეთ, რომ მთელი დედამიწის სუბტროპიკული ფლორა არის წარმოდგენილი 111 ჰექტარი დაუვიწყარი ემოციები გაგყვებათ თან, თუ კი აქ მოხვალთ ერთხელ მაინც და მერე გაგიჩნდებათ მუდმივად სურვილი ყოველი უქმეები და ყოველი დღესასწაული დაუკავშიროთ ამ ბაღს და მოხვიდეთ მიუხედავად ამინდისა. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. აქ ფეხით და ელექტრომობილით გასეირნებასთან ერთად შეგიძლიათ პიკნიკი და სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმოთ. ბაღში 300-მდე სახეობის მცენარის შეძენასაც შეძლებთ. 9 ფიტო გეოგრაფიული განყოფილება, 3 პარკია. ბაღს აქვს სამეცნიერო კუთხე და მეცნიერები არაჩვეულებრივ მასალას გვაძლევენ და არაჩვეულებრივი მცენარეები გამოყავთ ყოველწლიურად. ბოტანიკურ ბაღში სეირნობის დროს შემთხვევით აღმოჩნდით ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება ლაო ჯინჯაოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის, ჩაის, თესლი და ნერგი შემოიტანა საქართველოში და როგორც აღმოჩნდა, ეხლა რამდენიმე დღეა უკვე საქართველოში იმყოფება მისი შთამომავალი და შევეცდებით, რომ ახლა გავიცნოთ ის და თქვენს გაგაცნოთ. ჰოული საქართველოში უკვე მეორედ არის. ამჯერად მისი სტუმრობის მიზეზი ლაო ჯინჯაოს საცხოვრებელი სახლის აღდგენაა. ამჯერად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით ჩამოვედი. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ საკითხს, რომელიც ლაო ჯინჯაოს სახლის რესტავრაციას ეხება. მის საცხოვრებელ სახლს რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს და შემდეგ მუზეუმად გადაკეთდეს. ეს საკითხი ჩვენი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესია.
ჰოულის ვემშვიდობებით და ბოტანიკურ ბაღში გასეირნებას განვაგრძობთ. აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი ზიპლაინია. მისი სიგრძე 500 მეტრია, ხოლო გადაადგილების ხანგრძლივობა 40-50 წამი. ზიპლაინით დაშვება ყოველდღე დილის 11 საათიდან ბზის ჩასვლამდე შეგიძლიათ. იმის გარდა რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ ნახოთ ასობით სხვადასხვა სახეობის მცენარე, დაისვენოთ, დაეშვათ ზიპლაინით, ასევე შეგიძლიათ ზღვის არაჩვეულებრივი ხედებითაც დატკბეთ. ყოველდღე ახალი მოგაქვთ თუ როგორ ხდება? კი, ყველა დღე ახალი თითქმის 3-3 კილოს რაოდენობით ძალიან ცოტა შემოდის. რა ღირს რა ფეხა? ვაფეხა ცალი 4 ლარი. კალმარები 5 ლარი. ძირითადად რას ყიდულობენ ხოლმე? ყველანაირი თევზი იყიდება ცოტ-ცოტა. ბათუმში ერთ-ერთი პოპულარული ადგილი თევზის ბაზრობაა. შუა დღეს აქ შესვენება და თქვენთვის საყვარელი ზღვის პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ. არჩევანი მრავალფეროვანია. თევზის ბაზარში ზღვის პროდუქტის შეძენის შემდეგ მისი მომზადება და დაგემოვნება იქვე მდებარე რესტორნებში შესაძლებელია. დღის ბოლოს კი გირჩევთ საზღვაო ტრანსპორტით გაისეირნოთ. არჩევანი აქაც რამდენიმეა. ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და ფინანსებზეა დამოკიდებული. დატვირთული დღის შემდეგ კი ამ გასეირნებით შეძლებთ განიტვირთოთ და ზღვისა და ქალაქის ხედებითი სიამოვნოთ.